კულტურას რომ ადამიანი ქმნის და ადამიანს კი კულტურა, ეს უკვე ცნობილი ფაქტია და ყველა საზოგადოება ქმნის ისეთ კულტურას, როგორც თვითონ არის. ყველა საზოგადოება წარმოადგენს თავის კულტურის შიგთავსია ერთგვარი შეიძლება ითქვას და გამოხატულობა მისი ჰაბიტუსიც და მისი სულიც. კულტურა საზოგადოების სახეა, კულტურა იდენტობაა, რომელიც ჩვენ სხვებისგან გაგვანსხვავებს. და დღეს რა ხდება ჩვენს საზოგადოებაში ეს მრავალსაუკუნოვანი, ათასწლოვანი საზოგადოება სერიოზული საფრთხის ქვეშ დგას, ჩვენ რო გვიყვარს ხოლმე მაღალ ფარდოვნებები. თუ გადავხედავთ ჩვენს თანამედროვე მსოფლიოს ისტორიას და ერების ისტორიას, დავინახავთ იქ, რომ ყველა სახელმწიფო პოლიტიკური სისტემა ქმნის ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც მას შეუქმნის აღუზრდის გარკვეული ტიპის მოქალაქეს. თავისუფალს, შემოქმედებით, მორჩილს. ჩვენ გავიარეთ საბჭოთა პერიოდი, როდესაც შეიქმნა უკრიტიკო მორჩილი საზოგადოება, საბჭოთა ადამიანი, ჰომო სოვიეტიკუსი. რა ხდება დღეს ჩვენ როგორ საზოგადოებას ქმნით? ჩვენ გავიარეთ იზოლაციონიზმის პერიოდი და თუ გადავხედავთ მე-16, მე-17, მე-18 საუკუნეებს, როდესაც როგორღაც იქნა თავი დაღწეული, გამუდმებულ ქაოსს და ომებს, მაშინვე დაიწყეს სემინარიების შექმნა ჯერ თბილისში და მერე თელავში. ეს იყო ერთგვარი უმაღლესი სასწავლებლები. შემდგომ მოყვა უკვე მე-19 საუკუნე და მე-20 საუკუნის გვირგვინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. და მთელი ეს საგანმანათლებლო სისტემა თავისი პროგრამით, სტრუქტურით შესაბამებოდა დასავლურს და მთელი ქმედება მიმართული იყო იქითკენ, რომ შექმნილიყო ისეთი განათლების სისტემა უმაღლესი სწავლების ამავდროულად, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა ევროპულ საგანმანათლებლო სისტემასთან. საბჭოთა პერიოდმა ეს ჩაჩეხა შეიძლება ითქვას, ეს მისწრაფება და ახალ დროში, განსაკუთრებით 2000 წლის წინ დაწყებული რეფორმა წარმატებული გამოდგა ამ კუთხით, თუმცა ჰქონდა მას ძალიან ბევრი ნაკლი, რომელიც გამოსწორებად შეიძლებოდა, მაგრამ ახლანდელი ეგრეთ წოდებული რეფორმა ამ ყველაფერს ასრულებს, ამ შრომას და ჩვენ ისევ აღმოჩნდებით იზოლაციონიზმში. იზოლაციონიზმი არ არის მხოლოდ პოლიტიკური დახშულობა და სადმე ექსკურსიაზე ვერ წასვლა. ვაკუუმში ვერც ერთი კულტურა და საზოგადოება ვერ ვითარდება, თუ ის არ იღებს ახალ ნაკადებს, სიახლეებს, მიღწევებს და შესაბამისად ვერ ტრანსფორმირდება, ვერ გადააქცევს ის თავისთვის მისაღებად. ამიტომ ეს საფრთხე გვემუქრება ჩვენ იმ რეფორმით, რომელიც დაიწყო დღევანდელმა რეჟიმმა საქართველოში და სამწუხაროდ ამას პროტესტი არ აქვს სათანადო საზოგადოება ვერც იაზრებს ამ